მოგესალმებით. ძალიან გვიხარია, რომ დღეს აქ შევიკრიბეთ. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს. ენერგიის პროექტის დასკვნითი სიმპოზიუმია, სადაც ძალიან ბევრ საინტერესო პრეზენტაციას მოვისმენთ, მათ შორის ჩვენი შვეიცარიელი სტუმრების და ბოლოს გადავცემთ სერტიფიკატებს ახალ პროფესიონალებს. ქალბატონ ქეთის მინდა გადავცე სიტყვა. მოგესალმებით. უნდა დაგინახოთ, იმიტომ რომ ძალიან მიხარია, რომ ხართ ყველა ერთად და ყველა დიდი ინტერესით იმის შესახებ, რაც დღეს მოხდება. ეს არ არის კონფერენცია, ეს არის სიმპოზიუმი. ანუ ჩვენ რაღაცა ერთი თემის ირგვლივ ვიტრიალებთ, ოღონდ სულ სხვადასხვა მხრიდან. რაც შეეხება ნერგს, ეს არის ძალიან საინტერესო ცალკე ამბავი. ამბავი მეგობრობაზე. როგორც საერთოდ არის ხოლმე, როდესაც არის ძველი კოლეგები, ხო? ოღონდ კოლეგები, რომლებიც აი დიდი ხანი ერთად არიან და უკვე ეს ყველაფერი გადადის მეგობრობაში, ხო? ეს იყო ლელა, რომელმაც გული დაგწვიდა თავისი წასვლით, მაგრამ მერე მოხდა საოცრება. მოხდა ის, რომ დაიწყო დიდი ამ მეგობრობის გაფართოება და გადასვლა თანამშრომლობაში. ეს იყო ერთგული მიზნის ერთგული ადამიანების ერთობა. ეს იყო ზრუნვა, იმიტომ რომ ამ პროექტის ფარგლებში და ენერგიის მეშვეობით შვეიცარიელმა ხალხმა ზრუნვა გამოიჩინეს ქართველი საზოგადოების მიმართ, განსაკუთრებით ბავშვების მიმართ. და ეს გრძელდებოდა დიდხანს. და ბოლოს უნდა ვთქვა, რომ ამ ყველაფერთან ერთად დიდი მნიშვნელოვანი ნაწილი ეს არის შემოქმედებითი წარმოსახვა და მისი ავტორი. ეს ხშირად არ არის ხოლმე, რომ ავტორი სულის ჩამდგმელი არის ჩვენთან ერთად. ყოველი მისი ურთიერთობა, აი 1000-ჯერ გქონდეთ მოსმენილი, მაინც რაღაც ახალია. იმიტომ რომ სპონტანურია. ძველში ახალი, ახალში ძველი. ეს ძალიან სასიამოვნო პროცესია და ყველას გილოცავთ, ჩემ თავსაც, რომ ამ პროცესის მონაწილეები ვიქნებით. პროგრამას ალბათ გაეცანით, თავიდან ესეთი შესავალი პრეზენტაციებით დაიწყება, ისმის ალბათ ხო? ბატონი ალან გუგენბულის, ბატონი რეზო კორინთელის, შემდეგ ვისაუბრებთ ენერგიის პროექტზე. მეორე ნაწილში უფრო მეტად ვისაუბრებთ უშუალო გამოცდილებებზე, სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ჯგუფებზე, რომლებიც ჩატარდა მითოდრამის და ძალიან საინტერესო, ასე ვთქვათ, кейსები იქნება. და ბოლოს შევაჯამებთ უფრო ესეთი კვლევითი პრეზენტაციით და სპეციფიკური გამოცდილებებით, როგორებიც არის მასწავლებლების, ასე ვთქვათ, გადამზადება, ეს არის მითოდრამის გამოყენება ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანებთან და ქალბატონი ლელა შმიდ-ქსოვრელაშვილის გამოცდილება მითოდრამა ღია ცის ქვეშ. და ბოლოს მოკლედ როგორც გითხარით, გადავცემთ სერტიფიკატებს, დიპლომებს ჩვენს ახალ სპეციალისტებს. შეგვიძლია დავიწყოთ. დავიწყებთ ალან გუგენბულის პრეზენტაციით. So, yes. You can just speak this. Do you have to talk this? Okay. Welcome, and I'm glad to be able to talk here. My name is Alan Guggenbühl. I didn't understand everything what was said before, so I have to excuse myself that I don't understand Georgian. I only know 2 words, maybe a third word, but I forgot the third word. No. First of all, I want to thank everyone for this great project. We've been working for it now for 7-8 years, quite a long time. And actually, I think this is a very special project. This is very special because usually when one does collaborations between 2 different cultures, one has to have something very concrete, like building a house, a road,
or I just talk to a friend of mine and she goes to Africa and to other countries, to India, to build wells. Then you have photographs. With us, I think it's a bit different, but I will say მოგესალმებით პირველ რიგში მიხარია თქვენი აქ ხელვა ნახევარზე მეტი ვერ გავიგე რაზე იყო საუბარი მისალმებაში თუმცა გასაგებია ჩემი სახელია ალან გუგენფელი და მიხარია დღეს აქ თქვენთან ერთად ყოფნა და მართლაც საოცარი პროექტი შედგა არც ისე მარტივია 7-8 წელი ამხელა შრომა არის ჩადებული და მართლაც საოცარი პროცესი არც ისე მარტივი როცა ორი კულტურა უნდა დამეგობრდეს და რაღაც უნდა დაიბადოს რომელსაც უნდა კონდეს საკმაოდ მყარი ფუნდამენტი შემდეგ უკვე რაღაც აფრიკის ამბები იყო და ამას მივეყოლე. This project started 7 years ago with an idea which Leila, who's here, had. She said, when we do mythodrama groups in Switzerland, why don't we do something similar in Georgia? That's what she once suggested. Okay, well, Georgia, okay, we can do it. I didn't know anything about Georgia then. I knew it was a country, of course, and so I thought, okay, let's try. And then, we had a lot of work, and we're very glad, David, Leila, me, and Susan, that this has turned out to be a successful program. And it was for us a joy to see a lot of people doing mythodrama, having these groups. This is something I think we're very happy, and we want to thank everyone. But the question is, why did it work? How come this project was successful? დაახლოებით 7 წლის წინ, როდესაც 17 წლის წინ ქალბატონი ლელა დასვა ესეთი შეკითხვა, რომ რატომ არ შეგვიძლია რომ გავაკეთოთ ეს მითოდრამის ჯგუფები, რასაც ვაკეთებთ შვეიცარიაში, აქაც რატომ არ შეგვიძლია ეს დავიწყოთ. და მაშინ მე საქართველოს შესახებ არაფერი არ ვიცოდი, მაგრამ თქვი, რატომაც არა და მართლაც საკმაოდ წარმატებული პროექტი შედგა. მე, დევიდი, სუზენი, თუ სახელი გამოვრჩა, ნიკა, სულის ჩამდგმელები ვინც არიან და მართლაც შედგა, მაგრამ კითხვარი როგორ გამოვიდა ეს, როგორ მართლაც შედგა ძალიან წარმატებული პროექტი. And we've just been sitting together before and have been thinking, what was actually the core? What was the mutual interest? How can it work? And I think it's something which is very important, and that's a passion to find out how can one help human beings. How can one help children which are in stress? How can one do this? And this is not easy because human beings are not that easy, are a paradox. To help human beings, you can't just tell it in words, you have to find ways to help human beings, especially children which are in difficult situations. You somehow have to be a bit, find other paths. მაგრამ საინტერესო ის არის რატო გამოვიდა რა იყო ის საერთო ღირებულება გადაკვეთის წერტილი რის გამოც მართლაც შედგა ეს პროექტი და ეს იყო ადამიანების დახმარების სურვილი რომლებიც არიან სტრესის ქვეშ თუმცა არც ისე მარტივია ამის გაკეთება იმიტომ რომ არ არის მარტივი დაეხმარო ადამიანს და იპოვო გზა რითაც შეძლებ რომ მას ხელი გაუმართონ დაეხმარო სტრესის დროს As you know, in mythodrama we employ play, stories, emotions, even body movements, a lot of different elements. Now why do we do this? And I would start off with a saying from Scotland, and then saying two friends met with each other, and they sat on a table, and then one friend told the other friend, these people around us are all strange, except us two. But if I look at you, I think you're a bit awkward too. Now, what does this say? ანუ ეს მითოდრამა მოიცავს ბევრ რაღაცას, ხო, ეს არის ემოციებთან მუშაობა, სხეულთან მუშაობა, ისტორიებთან მუშაობა. თუმცა გაიხსენა ერთი ესეთი შოტლანდიური გამოთქმა თუ რაღაც ისტორია, სადაც ორი მეგობარი ხვდება ერთმანეთს და ამბობს, რომ ყველა უცნაურია ჩვენ გარშემო, თითქოს ჩვენ გარდა, მაგრამ მე რო შენ გიყურებ, თითქოს შენც რაღაც უხერხული ხარ. ეს მომენტი.
when we try to understand human beings, we have conscious ideas. We have concepts, we have theories about how human beings function. And some theories sound logical to us. They sound, actually, why doesn't everyone abide to what I think? Then the world would be perfect. We just have to explain it. Explain what is important in life, that one should be nice to each other, that one should be friendly to each other, then actually the world will be solved. So that's often we have a conscious idea about what one should do in order that the world would be in order. But as you know, a lot of people are not persuadable. It's more complex. არის ბევრი რაღაც საერთოდ როგორ მუშაობს ადამიანის ფსიქიკა, ხო, ეს ცნობიერება, რომ როცა რაღაცას ვამბობთ, რატო თქვათ ვფიქრობთ ასე, რატო ვეჯაჭვებით, რატომ თქვათ უფრო მარტივი იქნებოდა ყველას ერთნაირად რო ფუნქციონირებდეს და ესე მარტივად გვესმოდეს ერთმანეთის, მაგრამ ეს ბევრად უფრო კომპლექსური. We don't just adhere to our ideas, our consciousness, but we also have there's other influences, there's other motives in us. And I think that's why me and Rezo and Dino, we think we have to dig deeper into the unconsciousness. And we're all Jungian kind of influenced by ideas of C.G. Jung. Human beings are not just conscious human beings, they have unconscious motives, they have other influences. And if we want to help people, we have to take that into consideration. Explaining how one has to do so is not sufficient. That's why I think cognitive psychology is actually a bit superficial. We have to think deeper. What could influence someone? What could be the secret motives in order to help people? ძალიან მნიშვნელოვანია რომ გავაცნობიეროთ რომ მხოლოდ ცნობიერი არსებები არ ვართ ჩვენ გვაქვს სხვა გავლენებიც ხო როგორიც არის არაცნობიერი და ეს დაფარული მოტივები რომლებიც განაპირობებს ბევრ რაღაცას და როდესაც ჩვენ საუბარი გვაქვს ადამიანზე და მის დახმარებაზე უნდა გავითვალისწინოთ სხვა ბევრი რაღაცა სწორედ ამიტომ ვთვლი რომ მაგალითად კოგნიტურ ბიჰევიორული თერაპიას შედარებით ზედაპირულია იმიტომ რომ არ ითვალისწინებს აი ამ არაცნობიერ მოტივებს დაფარულს, რომელიც ახდენს გავლენას და ეს იუნგიანური, თქვათ, ანალიტიკური ფსიქოლოგიაც, რომელიც ითვალისწინებს აი ამ დაფარულ არაცნობიერს, რომელიც გვმართავს. We're human beings are beings which can't just be programmed, but a lot of other aspects. There's also been some research made about it, and one knows, for instance, that in meetings the time of day has an influence on if a meeting is good or bad. The color of the walls have an influence, but there's a lot of aspects which have an influence. And in mythodrama, actually, we try to take into considerations all these different influences. ბევრი რაღაც არის რაც ჩვენზე გავლენას ახდენს, გარემოც, კედლების ფერი, სხვადასხვა თქვათ ასპექტი და კიდევ დაფარული მოტივები და სწორედ მითოდრამა ცდილობს რომ ეს ყველაფერი გაითვალისწინოს, აი ეს რაც არის, რაც ახდენს გავლენას ჩვენზე. And I think it's important that we realize the psyche is an autonomous force. It's autonomous. The psyche sets its own goals. And often we don't know why the psyche has these goals. We just don't know. As the psyche remains always a bit of a mystery. That's why when we work with people, it's always a mystery. We can't just tell someone why. We don't have to be afraid, because there's stronger forces. So we have to find other ways in order actually to help someone. We have to find ways to influence forces where we don't really know how they function. ზოგადად ფსიქიკა არის დამოუკიდებელი ინსტანცია და როგორ ფუნქციონირებს, როგორ ისახავს რაღაც კონკრეტულ მიზანს, ეს ჩვენ ესე პირდაპირ არ ვიცით. სწორედ ამიტომ არის რომ მითოდრამის და ზოგადად ფსიქიკასთან მუშაობის დროს უნდა ვიპოვოთ რაღაც გზები, რითაც შევძლებთ, რომ გავლენა მოვახდინოთ მასზე, როცა ეს ფაქტობრივად იდუმალებით მოცული პროცესია, როცა ზუსტად არ ვიცით. Nowadays, when
somebody writes about psychology, or if it's an article, there's always you see pictures of the brain inside, the brain, like it would be the logical center. I think this image is completely one-sided, because we have a body. We have a whole body. And actually intelligence, or the way we actually, what the thoughts, they don't just derive from the brain, they derive from the whole body. There's been interesting the research made about this, that actually everything, thoughts could be, they come from anywhere. So that's why the body is so important. That's why movements are so important. When my hand makes this gesture, it might have some significance. It's an interaction between this kind of center, but actually intelligence is in the whole body and not just in the brain. And I think this is one of the mistakes one makes nowadays, always the brain, frontal cord, lobe, whatever, and so that I think is so body movement, and to take into consideration sensations of the body is very important when you work with people. ძალიან მნიშვნელოვანია ერთი საკითხი, რომ როდესაც ჩვენ წარმოგვიდგება რაღაც ტვინის სურათი, რომ ტვინი არის ის, რომელიც მართავს და აქედან მოდის ფიქრები და ასე შემდეგ, მაგრამ გვავიწყდება, რომ ემოცია და ზოგადად ფიქრებიც არ მოდის მხოლოდ ტვინიდან, ამაში ჩართულია მთლიანად მთელი სხეული. სწორედ ამიტომაა, რომ რაღაცა კონკრეტული ჟესტი, რომელსაც ხელით ვაკეთებთ, ან მოძრაობა ამდენად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ფიქრი შეიძლება იყოს და ემოცია დაბადებული ნებისმიერ ადგილას, მთლიანად მთელ სხეულში და არა მხოლოდ ტვინში და ამის გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია. This is why play is so important. When you play, you make different movements. And if you see small children, when they learn to walk, they don't just learn to walk. They start learning how to do movements, how to dance, how to do strange things with their hands. They immediately autonomously starting to make different variations, and they don't just develop their body movements according to a certain set goal. And I think often one forgets that. So playing, fooling around is very important too, and also helps us to have a bigger scope. So when you all sit here, now this is actually for the body, to think it's not that good. Actually, you should be able to stand up, to walk around, or if you talk, you should make movements. So when you work with people, include bodily, include play, include fooling around, because this helps to enhance new ideas. ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად გათვალისწინება იმის, რომ ბავშვი, როდესაც იზრდება, მოძრაობს კიდევაც, ხო, თამაშობს, ცეკვავს, სხეულით იკვლევს, მოძრაობს და სწორედ ესეც მითოდრამაში ძალიან მნიშვნელოვანია ეს თამაშის კომპონენტი მოძრაობის, იმიტომ რომ აქ გენერირდება სწორედ ეს ახალი ემოციები, განცდები და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს. And in mythodrama, playing is very important. It starts off with playing with the children. This is not just to motivate the children, this is also kind of to open them up. But not just playing is important, also sounds. Sounds are very important too. Human beings react to sounds. For instance, something often teachers don't realize, if a teacher will have less problem in a school class if the students or the pupils are able to exchange some sounds with him or her. That's what I try to tell. The first 10 minutes when a teacher comes in, you have to dedicate some time to exchanging sounds. This is something which used to be done, of course, a lot, but nowadays in our country it's not actually acknowledged anymore. Exchanging sounds was often done by singing. Actually, the best would be now that we all sing a song first and clap our hands. This changes the mood, and if you would be a therapeutic group, we would have to start off, okay, let's stand up, let's sing a song, and so because exchanging sounds also changes the mood, also helps you to get new ideas.
და წინაზე დამავიწყდათ, რომ ეხლა ყველა ორობს ხედვართ, ესეც რა თქმა უნდა არ არის მთლად კარგი, ხო? და არა მხოლოდ ეს თამაში და მოძრაობას, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ხმაც და აი ამ ჟღერადობის გაცვლა, სიმღერა და ყოველთვის ურჩევა მაგალითად პედაგოგებს, რომლებიც ბავშვებთან აქვთ ურთიერთობა, რომ პირველი 10 წუთი მაინც დაუთმონ აი ამ ხმით კონტაქტს, გაცვლას, ხო? შეიძლება იყოს სიმღერა და ეხლა მაგალითად წარმოიდგინეთო აქ რომ რაღაცნაირად ერთად ყველამ რაღაც ვიმღეროთ, წავიღიღინოთ, ეს ნამდვილად ცვლის განწყობას და სხვა ემოციურ რეზონანსს იწვევს ჩვენში. Another aspect which has been neglected in our culture a lot, but we do in therapeutic group, which is especially important for younger children, not adolescents, but younger children, is of course bodily contact. And nowadays bodily contact is often sexualized. Every bodily contact is sexual. This is absurd. And bodily contact is something, which can be important with children. For instance, if I do this, if you allow this is now, like this. Hello, how are you? This has a lot of effect. My experience is when someone, a boy or a girl is annoyed, angry, say, oh, come on. Only something slightly. Small bodily contact already can have a tremendous effect. But the problem we have now in our culture is we think everything is sexual, which is absurd. I mean, so these are also aspects which you should include when you work with children. კიდევ ერთი რამე, რაც კულტურულად შეიცვალა ეხლა და არც ისე კარგია, არის ეს სხეულებრივი კონტაქტი, შეხება, რაც ეხლა ძალიან სექსუალიზებულია და რაღაც თითქოს ეს არის აუცილებლად რაღაც ისეთი სექსუალური ხასიათის და ამისგან ძალიან ვერიდებით არ ვაკეთებთ ამას და ამ დროს კიდევ თუნდაც პატარა შეხებას, როგორც თავად დემონსტრაცია გააკეთა, როდესაც ვესალმებით ადამიანს და მხარზე ხელს დავადებთ, ამას შეიძლება ძალიან დიდწილად შეცვალოს, ხო, ეს ემოციური ბმა და მატებს რაღაცას კონტაქტს. And then you have a third element, which is also important, of course, the mentalese. I call it mentalese. Human beings are mental beings. They have fantasies, ideas in their head. So we're not just oriented by the physical world around us, but the images we create in our heads. And as I pointed out yesterday, these images can have a tremendous influence on us. They actually determine our motives, our actions. They're actually connected to the images which we got in our head. And if you want to work with human beings, with children, you have to take into consideration what goes on in their heads, because that's actually the starting point for an improvement or in order to help. მესამე და მნიშვნელოვანი ინსტანცია არის ფსიქიკური ინსტანცია. ჩვენ ვართ ფსიქიკური არსებები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გავითვალისწინოთ და სურათ ხატები ის, რაც მოგდის ჩვენს ფსიქიკაში და ბავშვებთან, ან როდესაც მუშაობთ ადამიანებთან, ამ ნაწილის გათვალისწინებაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩვენზე, ეს სურათ ხატები. So depending on what kind of image you offer, the mood can be different. I could now describe an image or tell something which all will do, then suddenly you would get a bit depressed or something. Another image where you wonder, get curious, or another one where you get irritated. So what goes in our heads has to be somehow approached when you work with children. ის რაც ხდება ფსიქიკაში, როდესაც ბავშვებთან მუშაობთ, ეს სურათ ხატები როგორი მოდის, ხო? ამის გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სურათ ხატი თავისი ბუნებიდან გამომდინარე ცვლის განწყობას, არის რაღაცა, რაც გვაღიზიანებს, რაც პირიქით ინტერესს გვიღუებს და ასე შემდეგ. I remember once attending a boy. He had to go to kindergarten, and he was afraid to go to kindergarten because he thought there's dangers there. And he stood there and said, "I don't want to walk. I'm afraid. I want to stay here." But then I talked to him, and then said, "Yes." And then he suddenly said, now I can go." And he started to walk off on his own to the kindergarten. I said, "Why? Why was it possible to go?" I said, "I just remember I'm a knight with armor, a knight." I
said, I'm a knight. And this image, yes, and this image helped him, gave him power to go to kindergarten. It's just an image. But this is something we have to realize. The problem is education often doesn't take that into consideration. როდესაც ბავშვებთან მუშაობთ, ეს სურათხატები ძალიან მნიშვნელოვანია და მახსენდება ერთი პატარა ბიჭუნას ისტორია, რომელსაც ძალიან ეშინოდა ბაღში წასვლა. და როდესაც თქვათ მასთან ვიმუშავე, ველაპარაკე, უცბად აღარ შეეშინდა და წავიდა. და რა მოხდა, როდესაც ვიკითხე, მან თქვა, რომ მე გამახსენდა, რომ მე ვარ რაინდი და ამიტომ არ მეშინია და უსაფრთხოდ იგრძნო თავი. აი, ასეთი დიდი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ერთ რაღაცა სიმბოლოს სურათხატს ბავშვზე. Not long ago, I visited a classroom and I looked around what's on a wall. And in this classroom of, I think it was 10, 11-year-old girls and boys, there were more than 15 rules everywhere. Don't talk to your neighbors while you're working. Raise your hand when you want to, what's going on, when you want to go to the toilet. It was full of rules. And this is not, rules might be important, but this is not the way actually human beings functions. The rules, and in education often to inform the children about the right way to abide to the rule is considered the only way to approach children. But if you want to really get them involved, if you want to really influence them, then you have to also apply other methods, other tools. და მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ დღევანდელ, ესე ვთქვათ, განათლების სისტემაში ეს არ არის გათვალისწინებული ეს სურათხატები და ძალიან ბევრი წესებია დაწესებული. იქ ხელი ესე არაწიო, აქ უნდა შეხვიდე, ის არ შეიძლება, ესე უნდა დაჯდე, ესე უნდა მიესალმო. ძალიან ბევრი წესებია, რომელიც რა თქმა უნდა ძალიან რთულია ბავშვისთვის, მაგრამ უნდა მოიძებნოს ისეთი გზა, რომ ისე მიაწყდონ ბავშვებს, რომ მათ და ისინი დაეთანხმონ ამ წესებს და შეასრულონ. This is why we use in mythodrama stories. We use stories in order to activate the fantasy, the imagination of children. We don't use stories just as an educative tool. So the stories we use are not educative stories, telling, well, now we do know the right way. It's stories to open them up, to start them imagining, to start them fantasies. That's why the stories could be very outrageous, strange, violent, because imagination, that's what we want to. And when you get the children or the adolescents to activate their imagination, then they're present, then they're suddenly here. და სწორედ მითოდრამაში ვმუშაობთ ამაზე, რომ მათ გააფართოვონ თავის ფანტაზია, უფრო ფართოდ იფიქრონ და როდესაც ამას აკეთებენ, ბევრად უფრო მარტივია მერე ფუნქციონირება ბავშვებთანაც, მოზარდებთანაც. But the story should be told in a natural way. There's mythodrama is not the same like story therapy, where you read a story. It has to be done spontaneously, because that's the way you can connect. When human beings talk, they usually make a lot of mistakes. They mispronounce a word, the grammar is not correct, and a lot of people say, well, when you talk in front of children, you should also not make any mistakes, no grammatical errors. But this doesn't take into consideration that through our mistakes, we express our personality. So making mistakes while talking is very important to relate to someone, because then they think, oh, she always mispronounces the S, that's typical for her. It somehow makes a personal connection. That's why the story should be told spontaneously and just with maybe some notes, but not just read the stories. This is something I think which is, of course, one isn't a bit nervous then. A lot of us, especially teachers, are then very nervous, but this nervousness means that you're really starting to connect. Something is happening. So you should try to overcome nervousness and maybe say something wrong, make a blunder or so, whatever. This, I think, is important.
და ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ ეს ისტორიები არ არის საგანმანათლებლო, ანუ რაღაცა სწავლების ის, ხო, ეს არის სპონტანურად მიწოდებული, რომელიც უვითარებს ამ ფანტაზიას და ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა, რომ რაღაც თვითონ გააფართოვონ თვალსაჩინოები. ნინუკა შემახსენე კიდე მეორე ნაწილში რაღაცაზე უფრო ამომიფრინდა თავი. Last part. I don't know. Last sentence. You should try to overcome your mistakes. Okay, I understand. Mistakes are really important. Yes. და კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი and I made mistake. და ეს შეცდომების ნაწილი, რომ ძალიან ხშირად ჩვენ საუბრის დროს და ბავშვებიც უშვებენ რაღაც გრამატიკულ შეცდომას, ან რაღაც სიტყვას ისე არ ამბობენ, ხო, რაღაც თავისებურად, მაგრამ ესეც რაღაცა პიროვნული ნაწილია, ამითაც რაღაც იდენტიფიცირება შეიძლება, რაღაც კონკრეტული ასოცირდება ვიღაც ბავშვთან, ამითია დამახასიათებელი უნიკალური ეს რაღაც პიროვნული ნაწილია. და პედაგოგებიც არ უნდა მოერიდონ ნერვიულობას, ხო, როცა ნერვიულობთ, ამითიც რაღაცა პროცესი მიდის და ამას ნელ-ნელა გადავლახავთ და აქ ხდება სწორედ ეს გარდაქმნა. Also, you should try to be spontaneous with your movements, and with your demeanor. I once told a story it was like quite some time ago, to a group of children, and I told the story, and suddenly, while I was telling the story, these children put their finger on their nose. I thought, why do they do this? I was telling a story, and so everyone put their finger on. The reason was, I put my finger on the nose, and they started to imitate me, but things like that are natural and are good. You don't have to think, okay, I'll do it in a very professional way, like an actor. Just do it spontaneously, because especially children, it's about connecting in a natural way with the way you are, with your mistakes, with your oddities, whatever. და ერთხელ ესეთი ფაქტი მახსენდება, როცა რაღაც ყველამ ერთად ამ ბავშვმა ესეთი ჟესტი გააკეთა, რომ ცხვირზე დაიდეს ხელი და რო უყურებ, ვიფიქრეო, რომ ნეტა რა მოხდა და თურმე მე დავაფიქსირო, რომ მე გავაკეთე ეს, რომ მე მედო ესე ცხვირზე ხელი, ანუ ამითი იმიტაცია გააკეთეს თითქოს მომბაძეს, მაგრამ ესეც არის ბუნებრივი. ის კი არა, რომ მე ხა ვიფიქრო, შემდეგში უფრო რაღაც ისე სოლიდურად ისე მოვიქცევი, ამას აღარ გავაკეთე. პირიქით, რომ ესე ბუნებრივად მიდიოდეს ეს კომუნიკაცია და კონტაქტი ბავშვებთან. Spontaneous. The question is, why do we call it mythodrama and not just story therapy? That's a question which often people ask me. Why this is story therapy? And the reason is that, and now I want to talk something which Paul Ricoeur, a famous French philosopher, said. There's stories and myths are different. Stories are usually an explanation, have a storyline, a conclusion, a logic, and myth try to approach the polarities of human beings. So myths don't present a distinct answer, but kind of also can confuse. So a myth is not just about how to do something good, but also describing the bad, the good and bad, the nice, so both sides. Myths actually leave you at the end with a question. And I think this distinction is very important, because usually societies are based on stories, how to do something in a correct way. But if you have a myth, then it's not just a story how to do it in the right way, it's also opening up a field. The confusion, you admire someone, but at the same time you're jealous. So jealousy and admiration, both sides might be important. And at the end of a myth, it's open. You could be more jealous at the end, or maybe have more admiration. Love and hate belongs together. So that's actually why mythodrama is called mythodrama and not story therapy. It's because the stories have this a paradox, should include this paradox and not just present answers.
რატომ არ ვეძახით მითოდრამას მაგალითად მხოლოდ ისტორიების ან ამბებით თერაპია, არ ვიცი თუ ზღაპარი იგულისხმება თორე ზღაპრით თერაპია, ხო? იმიტომ რომ ზღაპარს აქვს თავისი დასაწყისი, განვითარება, ისე რაღაც გადაწყვეტა, ხო? რა არის სწორი, როგორ უნდა მოხდეს, რაღაც გადაწყდეს. და მითს არ აქვს ეს, მითში არის პოლარობა, საპირისპირო მხარეები, სადაც პირიქით შეიძლება მითმა დაგტოვოს ფიქრის იმაში, რომ ვერ გადავწყვეტოთ რაღაც დაგვაბნიოს კიდევაც. იყოს ეს პოლარობა სიძულვილით, სიყვარულით და ბოლოს თავად ესე ღიად დარჩეს. შეიძლება კითხვა დარჩეს და არა პასუხგაცემული რაღაცა ისტორია. და სწორედ ამიტომ არის, რომ მითოდრამა და არა ზღაპრებით თერაპია. This is something, to my experience, with children and adolescents understand very well. When you talk about open stories or myths in school classes or with groups of children, they start getting curious. They feel like they're included in the paradox of human beings. They feel like they're taken seriously. One doesn't really know a lot of things. You know, hatred can be there, love can be there. It's actually open. That's what makes life interesting, but also mysteriously and also uncontrollable often. But you have to try to find control. And I think this is a key element of mythodrama, that it might create a kind of confusion, but at the same time it starts the tendency to imagine other sceneries, and that's how you can get someone motivated or included. და სწორედ ამიტომ არის, რომ მითოდრამაში ეს გათვალისწინებულია ცხოვრებისეული პარადოქსი, ხო? არის, რომ რაღაცები არ ვიცით, არის რაღაცები, რაზეც პასუხი არ გვაქვს. და სწორედ ამიტომ მითოდრამაც ამაში ეხმარება ბავშვებს, რომ მათ თავისთავად დააკავშირონ ამასთან, რომ შეიძლება რაღაც არ ვიცოდე, გააფართონ ეს თავის ფანტაზია, თვითონ ჩაერთონ ამ პროცესში და გადაწყვიტონ. და მოკლედ ამ ყველაფერში ეხმარება და თან აგრძნობინებს included, ანუ რომ იქ არიან, ჩართულები არიან. That's why we also have in mythodrama mental movers, sceneries which we think, well, what the heck is this? What is going on? Mental movers, you know, and this might be a bit, you know, usually a bit more extreme. We usually take a topic and describe it in a more extreme way in order to activate the imagination of the ones who attend. ეს კიდე ფსიქიკური აქტივობის სტიმულების სავარჯიშო, ხო, რომ ჩართოს და გაახსნას ეს ფანტაზია, რაღაც კონკრეტული დეტალი, მახასიათებელი, რის შემდეგაც შეძლებს ბავშვი, რომ ჩართოს ეს ფანტაზია და იფიქროს. And this is something which differs from the way societies usually function. Just imagine you would take the paradoxes and the ambivalences and kind of rehearse it in every day. You know, when you would order a coffee, they said, what do you want? Well, what does wanting mean? I might want a coffee. No, I don't want really a coffee. Maybe I want something. I think coffee is not really good to drink coffee. You know, you couldn't function anymore. So actually societies usually are based on the answer. You know, you do the right thing. But of course, there's a lot more possibility. But when you do mythodrama, you have to allow all these possibilities, start a bit of a confusion, but that's how you can proceed. That's how you get along. და მაგალითად ესეთი მაგალითი, როდესაც ყიდულობთ ყავას და ვფიქრობთ, ესე რომ ვიფიქროთ, რომ ნეტა ეხა შაქრიანი მინდა უშაქრო, ეს კარგია, რომ დავლიო, არ ვიცი, შეიძლება ცუდია. ესე რომ იყოს, რომ რაღაც კონკრეტულად არ გქონდეს რაღაც პასუხები. ეს არის ის, როგორც საზოგადოება ფუნქციონირებს, პასუხებით, რაღაც კონკრეტული გადაწყვეტილებები. რაც პირიქით არის, ანუ მითოდრამაში უნდა მივცეთ საშუალება, რომ ბევრი შესაძლებლობა იყოს, რამაც შეიძლება დაბნეულობაც კი გააჩინოს, მაგრამ აი ეს არის, როგორც ხდება, ვთქვათ, აი ეს ცვლილება და რაღაცასთან მისვლა. Knowledge and competence are things which are very important, but they also close our mind. So when we function in a society or anywhere, we actually can function when we're a bit, in certain ways, diminishing the possibility, have less possibilities, we get a bit dumber. And when we open our mind, of course, things might get confused, more
kind of paradox, or you might have to be confused a little bit. So, actually, mythodrama, you kind of try to invite participants to come in another state in order to find new ideas, new insight, and to get in contact with themselves. და მნიშვნელოვანია ასევე ეს იდეები გაფართოება, როგორც მოდის, რომ შეიძლება პირიქით დაბნეულობა გამოიწვიოს, მაგრამ ეს არის გზა, რომლითაც ვეკონტაქტებით ჩვენს თავს, ჩვენს იდეებს, აი ამ ფიქრებს, აზრებს, უფრო მეტად ვართ ჩვენ თავთან ახლოს. ცოდნა და ეს კონკრეტული გადაწყვეტილებების სწორი პასუხები შეიძლება ბევრად უფრო შემაბრკოლებელი და შემზღუდავი გახდეს. But one last element of mythodrama is also important, what we call concrete change. That you don't just leave it there, but at the very end, at the last step of mythodrama, say, okay, what's the conclusion? What do you do now, concretely? Do you have any, and that's also often, we leave it up, discuss it, of course, with the children. We do it in interventions, so what do you conclude from now on? Where do you do a change which is might perceivable from the outside? That's when you bring them back into reality, into their lives. So that's also important. But in between you have this whole trip, this voyage into psyche, into unconscious, and then you get back. And of course you have other means too, drawing, playing, and all these things, which help them to express what is going on. და მითოდრამის ბოლო კულმინაცია დასკვნითი ნაწილი სწორედ არის ეს რაღაც რეალობასთან დაბრუნება, რომ რა დასკვნა გამოვიტანეთ, როგორ შეგვიძლია შევაჯამოთ ეს და ამითი ვაბრუნებთ თითქოს ამ რეალობასთან იმ ესე ვთქვათ მოგზაურობის შემდეგ, რაც არის მთლიანად ეს მითოდრამის პროცესი, რაც მიდის აქ სხვადასხვა ინტერვენციები, აქ რა თქმა უნდა შეგიძლიათ გამოიყენოთ ნახატები, სხვადასხვა თამაში და სხვადასხვა სახის ინტერვენცია, თუმცა ბოლოში ეს დაბრუნება, რომ გადაწყდეს რაღაც შეჯამდეს. So that's in short actually the basic, the core of mythodrama, but I won't explain more because as I know, many of you know a lot of mythodrama, and I also learned a lot myself, especially from Katie, from the discussions with Katie. I feel she developed it further with me, and so she usually does it in side remarks. She said to me, what is mythodrama? It's about socialization and imagination combined. That's, she makes remarks like that where they think, hey, that's great. So I think I'm very glad to see that it further developed, and I'm happy also that it developed here now in Georgia, and that many of you will hopefully employ mythodrama. ეს არის ძირითადი საფუძველი, რაც შემიძლია მითოდრამაზე ვთქვა. ვიცი, რომ აქ დამსწრე საზოგადოებამაც ძალიან ბევრი იცის ამის შესახებ და ქალბატონი ქეთი, რომელთან ერთადაც ძალიან ხშირად გვისაუბრია და ერთხელ მან თქვა ესეთი ძალიან საინტერესო ფრაზა, რომ მითოდრამა არის სოციუმის, ქალბატონ ქეთი თქვენ თუ სოციალიზაციის და შემოქმედებრივი წარმოსახვის რაღაცა სინთეზი და ეს მართლა ძალიან მომეწონა, თითქოს სუსტად ნათქვამია და ასახავს ამ მეთოდს. So in Switzerland we're very punctual. I have another 3 minutes. So if someone has a question or კიდევ 3 წუთი გვაქვს, ძალიან პუნქტუალური ვარ, ასე რომ თუ ვინმეს რაიმე კითხვა გაქვთ, შემიძლია გიპასუხოთ. We have now extra 3 minutes where you could pose the question. შემიძლია ვთარგმნო, არ არის ქართულად დასვა. Okay. There was some sound. Oh, some sounds. No question? Can I ask? Yes, of course. Yes. Because I think very little compared to them about mythodrama. So, what is the age and from where? Is the stories different for the different age groups? Yes, the stories, of course, vary according to small children have other stories, and we also use mythodrama for grown-ups, so it varies a bit. Usually, I say small children love more fictional stories with animals in it and so on. With adolescents, it has to 90%. We tell stories which are 90% true, real events,
and maybe 10% invented. Because with 15, 16-year-olds, you can't start talking about animals or so. So it depends. With grown-ups, often we use historical stories, from history. So or relational stories like that. So it depends a bit. Okay, thank you. What are is კითხვა? Translate. მე მოვისმი. მოკლედ, რა თქმა უნდა, განსხვავებულია პატარების. კითხვა იყო, რომ მე ყველაზე ცოტა ვიცი ალბათ ამ დარბაზში მითოდრამის მეთოდის შესახებ. და პატარა ასაკის და დიდი ასაკის ბავშვებთან რამე თუ არ ითქო განსხვავება ამ ისტორიებში, ანუ ერთი და იგივე ვთქვათ მითს უყვებიან თუ მაინც ვთქვათ მოზარდებს სხვას, ბავშვებს სხვას და თქვა რომ კი რა თქმა უნდა, ანუ ბავშვებთან რა ისტორიებიც არის, ის განსხვავებულია, შეიძლება ცხოველებზე უფრო ისეთი იყოს ზღაპრული, როცა ვთქვათ მოზარდებთან უკვე არის რაღაც 10% გამოგონილი დანარჩენი ვთქვათ ნამდვილი ისტორია ამბავი და დასრულებთან შეიძლება გამოვიყენოთ ისტორიული რაღაცა ამბებიც კი რაც მოხდა და ეს გაითამაშონ მაგალითად ეს ამით განსხვავდა. მე მგონი არ გამომჩა. Okay, thank you very much for your attention, and we have an intensive program now to follow. გადავიდეთ შემდეგ პრეზენტაციაზე ბატონი რევას კორინთელი. პირველ რიგში დიდი მადლობა ჩამოსვლისთვის იმისთვის რომ აქ ხართ და იმ 8 წლისთვის რომელიც თქვენ აიღეთ საქართველოსა და ჩვენ ქართველი ფსიქოლოგების, ფსიქოთერაპევტების და ფსიქოანალიტიკოსების მიმართ. დიდი მადლობა ბატონ ალანს, ბატონ დევიდ შმიდტს და მის მეუღლეს ელა ქსოვრელიშვილს და სუზანს. ეხლა მე მოკლედ მოვახსენებ თქვენ მითოდრამის შესახებ და რაც ალანმა საკუთარ თავზე არ ილაპარაკა, მე ცოტას დავამატებ. კარგით? რო ეხლა ვინც ჩართული იყო აქტიურად ამ საქმეში, ჩემზე კარგად იცით ეს, მაგრამ ვინც ახალი დამსწრეა, ვინც ამაში ჩახედული არ არის, უფრო მეც გაიგებს ამის შესახებ. ეს მეთოდი შეიქმნა ბატონი ალან გუგენბულის, შვეიცარიელი ფსიქოლოგის და ჯგუფური ფსიქოთერაპევტის მიერ და დამკვიდრებულია ეს მეთოდი. ეს არის მოკლევადიანი ჯგუფური ფსიქოთერაპიული მიდგომა, არის ინტერვენციული და პრევენციული პროგრამა, რომელიც წარმატებით განხორციელდა შვეიცარიაში, შვედეთში, იაპონიაში, ჩინეთში, საქართველოსა და უკრაინაში. კვლევა მითოდრამის 7 საფეხურებიანი ინტერვენციის პროგრამა ეფექტურად იქნა შეფასებული. ეს არის შეფასება უკვე. შვეიცარიის 11 სკოლაში და შვედეთის 10 სკოლაში. მითოდრამის მეთოდი ეფუძნება იაკობ მორენოს ფსიქოდრამას და კარლ გუსტავ იუნგის ანალიტიკურ ფსიქოლოგიას. რადგანაც ჩემი მოხსენების თემაა თეორიული წანამძღვრები მითოდრამის, მოკლედ მოგახსენებთ ამის შესახებ. იაკობ მორენო და კარლ გუსტავ იუნგი პროფესიით ორივე ფსიქიატრი იყო, ორივეს თითქმის ერთ დროს მოუწია ცხოვრება. ამავე დროს ეს იყო ორი სრულიად განსხვავებული პიროვნება, რომელსაც თავისი განსაკუთრებული ცხოვრების გზა ჰქონდა. მორენოს თეორიები მისი რელიგიური მსოფლმხედველობის შედეგი იყო, რომლის თანახმადაც ადამიანი არის მსოფლიო წესრიგის, კოსმოსის მატარებელი, რომელსაც შეუძლია დროის, სივრცისა და ობიექტური რეალობის დაძლევა. ადამიანის ამგვარი ხედვა მას აქტიური საქმიანობისკენ, ქმედებისკენ მოუწოდებდა. სიტყვას დიდი მნიშვნელობას არ ანიჭებდა, მისთვის მთავარი ქმედება იყო ქმედება. ასე რომ ნაცვლად თავდაპირველად იყო სიტყვა, მას შეეძლო ეთქვა თავიდან იყო საქმე, მოქმედება. ანუ ის ხშირად ამბობდა, რომ ფროიდის ფსიქოანალიზი ეს არის
თავში გატარებული, როცა წევს ესე ვთქვათ პაციენტი პასიურად და პასიურია თერაპევტიც და ელოდება იმას და იქამდეც კი მივიდა ესეთი ანეკდოტიც კი შეიქმნა, რომ პაციენტი ლაპარაკობდა ანალიტიკოსის დუმდა, მეორე პაციენტი მოვიდა ლაპარაკობდა ანალიტიკოსის დუმდა. მხოლოდ მესამე პაციენტმა გააცნობიერა, რომ ანალიტიკოსი მოხვდა. ხო. არა მორენომ რაც კარგად, ძალიან კარგად ილაპარაკა ბატონმა ალანმა, ამბობდა, რომ არსებობს კულტურული კონსერვები, სადაც ჩვენ ვრეაგირებთ. და შემოქმედებით რეაგირებას არ ვახდენთ, ანუ სპონტანურები არა ვართ. სპონტანურობაა მთავარი კრიტერიუმი ადამიანის შემოქმედებითი რეაქციის. თუ სპონტანურია ეს ნიშნავს, რომ შენ ადეკვატურ რეაქციას იძლევი ახალ ვითარებაში, ან ძველი ვითარებას ადეკვატურად აფასებ და ადეკვატურ პასუხს აძლევ. ეს არ არის იმპულსურობა. ანუ შენ ამ დროს შემოქმედი ხარ. შენ ამ დროს ქმნი რაღაც ახალს. ხო, თუ მორენოს ბავშვობის გამოცდილება მიიყვანა იგი სხვა ბავშვებთან, იმიტომ რომ ავსტრიის პარკში ატარებდა ის თავის დრამებს და თეატრს, სადაც ის ეზიარებოდა მათ სამყაროს, მისგან განსხვავებით იუნგის ადრეულმა სულიერმა განცდებმა იგი ინტროსპექციისგან, რეფლექსიისგან წარმართეს. იუნგს ისევე როგორც მორენოს ბავშვობიდან იზიდავდა ნუმინოზური და დაკავებული იყო კოსმოსური საკითხებით. მორენო ექსპრესიული, იმპრესიონისტული ფორმით, იუნგი ინტროვერსიის მისთვის დამახასიათებელი მანერით. პლატონის დიალოგებში ვკითხულობთ, რომ ძველ დროს მოხუცი ქალები თავიანთ შვილებსა და შვილიშვილებს სიმბოლურ ისტორიებს, მითებს უყვებოდნენ. ჯერ კიდევ მაშინ ზღაპარი და მითი, სიმბოლური ამბავი ბავშვების აღზრდასთან და სწავლასთან იყო დაკავშირებული. გამოჩენილი გერმანელი ეთნოგრაფი, ბერლინის ხალხმცოდნეობის მუზეუმის დამაარსებელი ადოლფ ბასტიანი დაინტერესებული იყო ხალხის სულიერი კულტურის შესწავლით. იგი თვლიდა, რომ ძირითადი მითოლოგიური მოტივები კაცობრიობის ელემენტარულ იდეებს წარმოადგენენ, რაც გულისხმობდა იმას, რომ კაცობრიობა ფლობს ელემენტარული აზრების მარაგს, რომელიც ადამიანს კი არ გადაეცემა, არამედ თან დაყოლილია ყველა ინდივიდისთვის. დავაშორ. კი ბატონო. იუნგის აზრით არქეტიპი გარკვეული მითოლოგიის შესაქმნელად სტრუქტურულ საფუძველს წარმოადგენს, ხოლო არქეტიპული ხატი თავის მხრივ ამ მითოლოგიის გამოხატვის სპეციფიური ფორმაა. იუნგისთვის არაცნობიერს მითებისა და პოეტური ხატების შექმნის უნარი აქვს და მათ ენაზე მეტყველებს, ანუ მითოპოეტური ფუნქცია აქვს ჩვენს არაცნობიერს. მან არ იცის რაციონალური ენა, ეს ხატებით და წარმოსახვით მეტყველებს. რა თქმა უნდა, ამ წარმოსახვაში ჩართულია ჩვენი სხეულიც. ბატონმა ალანმა ძალიან კარგად თქვა, რომ ხაზი გაუსვა იმას, რასაც დღევანდელი ნეირომეცნიერება საუბრობს ამაზე, რომ წარმოვიდგინეთ, რომ იმისთვის, რომ ნეირონული იმპულსი გადავიდეს ერთი სინაფსიდან მეორეში, ამისთვის ნეიროტრანსმიტანტია საჭირო. ისი არ გადაეცემა თავისით. მაგრამ ეს ნეიროტრანსმიტანტი არის სისხლში. ამიტომ სისხლი არის ის, რომელიც აერთიანებს მთელ სხეულს და ანუ მთელი სხეული იღებს მონაწილეობას სტრესზე, დისტრესზე, არა მარტო თავი. და მორენოც ამბობდა იმას, რომ კლასიკურ ფსიქოანალიზში სხეული უარყოფილია. სხეული არ მონაწილეობს და მოქმედებაში, ესე იგი, დრამაში სხეული მონაწილეობს. სხეული ზოგჯერ გეუბნება რა გააკეთო, როგორ გააკეთო და კიდევ ერთი რამ, ჩვენ როგორც თქვით, რომ მორენომ თითქოს მორენო ამბობს, რომ გაცდა, რომ შენ შეგიძლია 20 წლის წინანდელი ამბავი აქ და ამჟამად გააცოცხლო. ესე იგი, დროსა და სივრცის, ასე ვთქვათ, ამ კრიტერიუმის განსხვავებას დიდი აბსოლუტური
ის არა აქვს, ხო? მითოდრამის მიდგომაში ამბები და დრამა გამოიყენება, რათა დაეხმაროს ბავშვებს და მოზარდებს, გაუმკლავდნენ ემოციურ და ქცევით სირთულეებს, ძალადობას, კონფლიქტებს და ასე შემდეგ. მითოდრამის თანახმად მითების ზეგავლენას ახდენს ჩვენს мотиваციაზე, განწყობებსა და ქცევაზე. მითები წარმოადგენენ განსხვავებულ ისტორიებს, ამბებს, რომლებიც წარმოიშობიან საზოგადოებაში, საიდუმლოებების, პრობლემების, შიშებისა და საშიშროების ასახსნელად. მითები აღმოცენდებიან კონფლიქტურ სიტუაციაში. ადამიანი ეყრდნობა მითებს, როდესაც გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება და ეძებს კონფლიქტური ან საშიშის სიტუაციიდან გამოსავალს. ეხლა როგორ იყენებენ, ასე ვთქვათ, მითოდრამაში ამ ამბებს, ხო ეს ამბები არ უნდა იყოს მორალური, დიდაქტიკური ან საგანმანათლებლო ხასიათის. უნდა იყოს კაფეო ერთმნიშვნელოვანი არ უნდა იყოს, პოლიტიკურად კორექტული არ უნდა იყოს, დამამშვიდებელი ზემოქმედების რო და დაეძინოს ბავშვს, ხო? იმის შემდეგ. ამბავმა უნდა შეძრას ჯგუფის წევრები და გამოიწვიოს მათში შიშის, ბრაზის, გაღიზიანების და უხერხულობის განცდები. უნდა დაეხმაროს ჯგუფის წევრებს დატოვონ აზროვნების ჩვეული გზები და უფრო ღრმა ფსიქოლოგიურ დონეზე მოახდინონ რეაგირება. ანუ კულტურული კონსერვებით არ მოიქცნენ, რაც უკვე 1000-ჯერ გამეორდა, იგივე არ გაიმეორა, რასაც ბიჰევიორული, ასე ვთქვათ, თერაპია რას აღწევს? კულტურული კონსერვის ჩამოყალიბებას. ჯგუფური პროცესი ცენტრალურია მითოდრამის მეთოდში. მითოდრამის სესია არის ნაკლებად სტრუქტურირებული, ნახევრად ქაოტური და რადიკალურად განსხვავდება სკოლის გაკვეთილისგან. ფსიქოლოგები მოქმედებენ როგორც თარჯიმნები, რომლებიც ცდილობენ ჯგუფის წევრებს მიანიშნონ არაცნობიერი შინაარსები და მითიური პატერნები, რომლებიც ვლინდება მათ გათამაშებებსა და ნახატებში. ქართულად გათამაშება ცოტა ისეთი სიტყვა, ნუ თამაშობ რა, არა ნუ იგონებ. აქ სხვა არის, აქ მოქმედებაში მოყვანას ნიშნავს. რაც აქ არ არის, იმას აცოცხლებ მოქმედებით. ანუ სამ განზომილებენ სივრცეში სიცოცხლეს აძლევ პრინციპში, აცოცხლებ. ხო, მითოდრამის ინტერვენციის ჯგუფური დინამიკის საფეხურები ემთხვევა ბრიუს ტაკმანის მიერ შემოთავაზებულ საყოველთაო ცნობილ ჯგუფური დინამიკის ფაზებს, რა ფორმირების, შტორმის, ნორმების შემუშავების, პერფორმინგის და გამომშვიდობების ფაზაა. პირველი ანუ ფორმირების ფაზა, ამ ფაზაში ხდება ჯგუფის მიზნების, ნორმების და მონაწილეთა როლების დადგენა. მეორეში ან შტორმის ფაზაში მნიშვნელოვანი ხდება ძალაუფლებისთვის ბრძოლა, ანუ სტატუსის საკითხები და მათთან დაკავშირებული კონფლიქტების გადაჭრა. მესამე ან ნორმირების ფაზაში განსხვავებები არის გადალახული და თანამშრომლობის კონსოლიდაციის და ნდობის დონე იზრდება. მეოთხეში კი პერფორმინგის ფაზაში ფაზა ხასიათდება მოწიფული, პროდუქტიული ჯგუფური პროცესით. და ბოლოს დამშვიდობების ფაზა ფოკუსირდება განშორების საკითხებზე, ჯგუფის გამოცდილების გადახედვაზე და ჯგუფის დასრულებისთვის მზადებაზე. და რაც თავარი აქ უნდა იყოს ტრანსფერის ძალიან დიდი მნიშვნელობა, ტრანსფერ, კონტრასფერ და მათი ინტერპრეტაცია ძალიან მნიშვნელოვანია თერაპიული იარაღებს წარმოადგენენ მითოდრამის მეთოდისთვის. ჯგუფის წამყვანები ასრულებენ ბავშვების წარსული გამოცდილებისა და ურთიერთობებისთვის პროექციული ჭურჭლის როლს, სადაც ბავშვები რეაგირებენ ისე, როგორც ისინი რეაგირებდნენ თავის გენეტიკურ ოჯახში. ჯგუფს აქვს საკუთარი ისტორია და მითოსი, ჯგუფი ხდება ემოციების, წარმოსახვის და მომავალზე ფანტაზიების პროექციული სამიზნე. ჯგუფის ტრანსფერი ლიმაჟინალ ჯგუფალ უნდა განისაზღვროს, განიხილოს და დამუშავდეს ჯგუფში. ზოგიერთი ბავშვი ჯგუფში ხედავს სამეგობრო წრეს, ხვები უწესრიგობას და ანარქიას, ვიღაც კი თავს ხვებზე მაღლა აყენებს და დანარჩენებს დაბიოებად მიიჩნევს. ბავშვების რეაქციები, განცდები და ქცევები ყოველთვის ჯგუფთან მიმართებაში უნდა განვიხილოთ. ბავშვისეული ახმად აღმოჩენები ფაქტის დონეზე კი არ უნდა განვიხილოთ, არამედ ჯგუფში მათ ფსიქოლოგიურ წვლილზე უნდა დავფიქრდეთ. მითოდრამა ეკონომიური და პრაქტიკულია. ჯგუფი ბავშვებს შესაძლებლობას აძლევს, რომ თავის შინ იგრძნონ,
ის ქმნის დამტევ გარემოს, holding environment როგორც არის, როგორც ითქმის. ჯგუფის წევრების ფანტაზიების გავლით ვიღეთ მათ ოჯახებსა და სკოლებში არსებული ჯგუფური დინამიკის, მითისა და კომპლექსების შესახებ უფრო ნათელ სურათს. მითოდრამა ქმნის ჭურჭელს წარმოსახვისათვის, ჯგუფის წევრების ფანტაზიასა და ამბის დასრულებაზე დაყრდნობით ახალი გამოსავლების მოძიება და კონკრეტული ცვლილებების განხორციელება შესაძლებელი. მითოდრამა ხელს უწყობს წარმოსახვის, განვითარებას, პიროვნულ ზრდასა და შინაგანი რესურსების აქტივაციას. ეს არის მოკლედ მითოდრამის შესახებ. მე მგონი ყველაფერს ვერ გავწვდი, იმიტომ რომ ეს ძალიან კარგი მეთოდია და ძალიან ბევრი ხალხია იყო ჩართული და ყველამ თავისი წვლილი დატოვა. ამიტომ თითოეული მათგანი იტყვის თავისას და დიდი მადლობა ყურადღებისთვის და პასუხი თუ გაქვთ, კითხვა თუ გაქვთ, პასუხს შევეცდები რომ გიპასუხოთ. მირჩევნია პასუხი გაქვთ, ამიტომ წაცდენა მომივიდა. აი, კითხვები თუ არა გაქვთ, მე გადავცემ მომავალ ქალბატონ ნინოს. კითხვები ხომ არ გაქვთ? მოგესალმებით. ჩემი სახელია ნინო და მე წარმოგიდგენთ თვითონ პროექტი ნერგის შესახებ ძალიან მოკლედ. ბატონი რეზოს თქმის არ იყოს ძალიან ბევრია სალაპარაკო, მაგრამ ძალიან მოკლედ შევეცდები, რომ მთელი ეს 17 წელი მართლა, რომელიც საოცარი მოგზაურობა იყო და გაგრძელდება, რა თქმა უნდა, წარმოგიდგინოთ. 2008 წლის კონფლიქტის რუსეთის აგრესიის შემდეგ გაჩნდა იდეა ქალბატონ ლელა შმიდ-ქსოვრელაშვილს, როგორც ბატონმა ალანმა უკვე ახსენა, გაუჩნდა იდეა, რომ ეს მეთოდი ძალიან სასარგებლო იქნებოდა ასე ვთქვათ, იძულებით გადაადგილებული ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის, ასე ვთქვათ, ოკუპირებული ტერიტორიიდან, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან მძიმე, ასე ვთქვათ, ტრაუმული გამოცდილებები ჰქონდათ ამ ბავშვებს მოგეხსენებათ. და სწორედ აი ამ წლიდან 2008-2009 წლიდან იწყება ეს საოცარი ისტორია, როდესაც მითოდრამის მეთოდი, ასე ვთქვათ, ჩამოიტანეს საქართველოში და დაიწყო მისი სწავლება, განხორციელება და დანერგვა საქართველოში. ეს თავდაპირველად ეს ასე ვთქვათ, თანამშრომლობა იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს ანალიტიკური ფსიქოლოგიის ასოციაციას და მითოდრამის ამ საოცარ გუნდს შორის, რომელიც შვეიცარიაში ბერნში მოღვაწეობს, ეს არის და მაშინ მუშაობდნენ ასე ვთქვათ სახელმწიფო საკონსულტაციო ცენტრში ბერნის კანტონის, თავისთავად მითოდრამის ასოციაცია და ინსტიტუტი, რა თქმა უნდა, და ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა ამ თანამშრომლობის ფარგლებში, გარდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებისა, სადაც რა თქმა უნდა მოიაზრება ქალბატონი ქეთევან მაყაშვილი, ბატონი რევას კორინთელი და სხვები, ასევე სტუდენტები, დაინტერესებული პირები, სპეციალისტები, კერძო, ასე ვთქვათ, მომუშავე თერაპევტები, იუნგიანელი ანალიტიკოსები, რომლებიც ასე ვთქვათ, თეორიულად რა თქმა უნდა ძალიან ახლოს არის ხომ იუნგის არქეტიპულ თეორიასთან ეს მეთოდი და ძალიან ლოგიკური იყო, რომ ძალიან ბევრი იუნგიანელი ჩაერთო ამ პროცესში და ასე შემდეგ. მოკლედ ესე დაიწყო ეს ისტორია. ეს ადამიანები ამ ადამიანებს ასე ვთქვათ ჩაუტარდათ პირველი ტრენინგი მითოდრამაში და ვინ იყო ეს საოცარი გუნდი შვეიცარიის, რომელსაც გაიცნობთ ნელ-ნელა დღესაც. ბატონი ალან გუგენბული, რომელსაც უკვე იცნობთ, ქალბატონი ლელა შმიდ-ქსოვრელაშვილი, ბატონი დავით შმიდი, კაროლინ მარონი და სიუზან კორადი, ეს არის ის ძირითადი ბირთვი, ასე ვთქვათ, შვეიცარიიდან, რომელიც ამდენი წლის მანძილზე დაუღალავად მართლა შრომობს, რომ ეს მეთოდი დაინერგოს საქართველოში და ძალიან დიდი მადლობა მათ ამისთვის.
2009-13 წლებში ან დასაწყისში 18 ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი ჩაერთო და ჩატარდა 48 ციკლი მითოდრამის. მითოდრამის ციკლი მოიცავს 12-15 სესიას, ანუ როგორც დღეს ითქვა, ეს მოკლევადიანი ჯგუფური ფსიქოთერაპიული ჩარევა და ციკლს როცა ვახსენებთ, გულისხმობთ ამ 12-15 სესიას, რომელიც უტარდება ერთ კონკრეტულ ჯგუფს, რომელიც ერთი კონკრეტული თემის გარშემო არის ხოლმე გაერთიანებული. აი მაგალითად იძულებით გადაადგილება, ან თუ სკოლებში შევდივართ, თქვათ, აგრესია, ბულინგი და ასე შემდეგ. 2011 წელს ჩატარდა კონფერენცია, ძალიან საინტერესო, სადაც ეს როგორც დღეს ამის მსგავსად კოლეგები წარადგენდნენ თავიანთ გამოცდილებას, ეს იყო კრიზისში მყოფ ბავშვთა და მოზარდთა დახმარება, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფონდი გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში თბილისის და საქართველოს ანალიტიკური ფსიქოლოგიის ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა. 2013-ში, აქ მე მგონი შეცდომა ჩატარდა მსგავსი სიმპოზიუმი, სწორედ აი აქ, ამ სივრცეში, სადაც გადაეცათ დიპლომები, ასე ვთქვათ, გადაეცათ დიპლომები პირველ თაობას მითოდრამის სპეციალისტების, მათ შემდეგ რაც მათ ძალიან, ასე ვთქვათ, დიდი გამოცდილება მიიღეს ამ მეთოდით მუშაობის. 2015-დან უკვე მეორე ფაზა იწყება, ერთვებიან ახალი სპეციალისტები, მეორე თაობის სპეციალისტები, 14 ახალი პროფესიონალი ჩაერთო და ჩატარდა მითოდრამის 7 ციკლი. აქ უკვე იძულებით გადაადგილებულ ბავშვებთანაც ჩატარდა და ასე ვთქვათ, სხვადასხვა ინსტიტუციებიც ჩართულები იყვნენ ამ პროცესში, როგორც არის მანდატური სამსახური, მწვანე სახლი და ასე შემდეგ, რომლებიც დღემდე, რა თქმა უნდა, ძალიან აქტიურად იყენებენ ამ მეთოდს და ინერგება, ასე ვთქვათ, მითოდრამა უკვე სხვადასხვა ინსტიტუციასა და სივრცეში, რაც ძალიან სასიხარულოა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის. 2022 წელს, ანუ შარშან მესამე ფაზა იყო, როდესაც უკვე 23 ახალი პროფესიონალი ჩაერთო და 19 ციკლი განხორციელდა მითოდრამის და აქაც საკმაოდ მრავალფეროვანი სპექტრი იყო, ასე ვთქვათ, ბავშვების და მოზარდების, რომელსაც ბოლოს შევაჯამებ და უფრო ნათლად დაინახავთ, რამდენად ფართოდ გავრცელდა უკვე მითოდრამა საქართველოში და რამდენად ბევრ, ასე ვთქვათ, სამიზნე ჯგუფს მოიცავს და ინერგება, ასე ვთქვათ. ეს სამიზნე ჯგუფები არიან, როგორც თქვით უკვე, ვისაც უტარდებოდა ამ 17 წლის მანძილზე, რომ შევაჯამოთ, იძულებით გადაადგილებული ბავშვები და მოზარდები, ბავშვები და მოზარდების საკონსულტაციო ცენტრებში, ანუ სხვადასხვა საკონსულტაციო თუ რეაბილიტაციურ ცენტრებში ტარდებოდა მითოდრამა, მიუსაფარ ბავშვთა დახმარება, ვთქვათ, სხვადასხვა სახლებში ტარდებოდა ხოლმე და ტარდება დღესაც მითოდრამის ჯგუფები, ასევე ძალიან აქტიურად თანამშრომლობდით სკოლებთან, სადაც სხვადასხვა თემატიკა შეიძლება ყოფილიყო, ასე ვთქვათ, ის თავარი ბირთვული საკითხი, რის გარშემოც ჯგუფი იქმნებოდა, ეს შეიძლება ყოფილიყო კონფლიქტი, აგრესია, ბულინგი, სიმორცხვე და ასე შემდეგ. ასევე შეიძლება შეიქმნას ხოლმე მითოდრამის ჯგუფი ცალკე ბიჭებისთვის, ცალკე გოგონებისთვის, თუმცა ჩვენს გამოცდილებაში უფრო შერეული ჯგუფები გვყავდა ხოლმე. ასევე ძალიან საინტერესო იყო ეს ერთ-ერთი ეტაპი ნერგის პროექტის, როდესაც პროფესიულ განათლებაში ჩავერთეთ მითოდრამა. შვეიცარიაში პროფესიული განათლება ძალიან მაღალი, ასე ვთქვათ, ავტორიტეტით და სარგებლობს სამწუხაროდ ჩვენგან განსხვავებით და 10 ღირებულებაა, რომელსაც ეფუძნება პროფესიული განათლება. ამისათვის თითოეული ღირებულებისთვის მომამზადეთ თითო, ასე ვთქვათ, ამბავი და ეს ამბავი, ასე ვთქვათ, ამ ციკლის განმავლობაში, რომელიც ამ ბავშვებს უტარდებოდათ, ეს თითოეული სესია ეთმობოდა თითოეულ ღირებულებას, როგორც არის მაგალითად პასუხისმგებლობა, პუნქტუალობა და ასე შემდეგ. და უტარდებოდათ ეს ჯგუფები ბავშვებს და უпроსტად მოზარდებს ამ შემთხვევაში, რომლებიც უნდა დაუფლებოდნენ სხვადასხვა პროფესიულ, ასე ვთქვათ, საქმიანობას, მადლობთ. და ძალიან საინტერესო და განსხვავებული იყო ეს გამოცდილება. ასევე განსხვავებული და ძალიან საინტერესო გამოცდილება აქ ალბათონ ქეთევან მაყაშვილის ინიციატივა მასწავლებლებისთვის მითოდრამის შეტანა, ასე ვთქვათ, მათ
ყოველდღიურობაში და აი ამ კუთხით ქალბატონი ქეთი მეც ისაუბრებს დღეს თავის პრეზენტაციაში და ასევე ძალიან სპეციფიური და საინტერესო არის ფსიქიკური დაავადების მქონე პაციენტებთან ბატონ გიორგი გელეიშვილის ინიციატივით მითოდრამის მეთოდის გამოყენება ამის შესახებაც დღეს მოვისმენთ ამ გუნდისგან ძალიან სპეციფურ და საინტერესო გამოცდილებას რომელიც მათ აქვთ. როგორც ხედავთ საკმაოდ ფართოდ გაიშალა ასე ვთქვათ მეთოდის გამოყენება ამ თავიდან თუ ვთქვათ თავდაპირველი მიზანი იყო რომ ტრავმირებულ ბავშვებთან გამოგვეყენებინა ვთქვათ იძულებით გადაადგილებულ ბავშვებთან უკვე საკმაოდ ფართოდ გამოიყენება და უნდა აღინიშნოს რომ ძალიან საინტერესოდ და ეფექტურად ნებისმიერ ასე ვთქვათ კონტექსტის შემთხვევაში რაც ვახსენეთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და კითხვები თუ გაქვთ ამასთან დაკავშირებით. არა აქვთ როგორც ხდება. კი ბატონო. მოგაწოდოთ მიკროფონი. კარგი და გავაჟღერებ თქვენს კითხვას ხო? მე უკან ვზივარ და ისე კვეთრად ისმის ეს მიკროფონი ვისაც ახლა აქვს რომ ესე დავიჭერ. თქვენ ახსენეთ შეიძლება შემდეგ გამომსვლელებთანაც არის ეს კითხვა და თუ ასე ჩათვლით რომ ჩემი კითხვის პასუხი შემდეგ გამომსვლელებთანაც უფრო ის იქნება ღრმა, მე მოვიცდი. მე თვითონ ბავშვთა და მოზარდთა გეშტალტ თერაპევტი ვარ და მუშაობ ამ მიმართულებით. და ასევე მქონდა შეხება იმ ბავშვებთან, იმ უკვე მოზარდებთან, ადრეულ ზრდასრულობის ასაკში შესულ ბავშვებთან და მოზარდებთან, ვისაც მოუწია ბავშვთა სახლების დატოვება ასაკიდან გამომდინარე. იქ ვიყენებდი, ასე ვთქვათ, ინგლისურად puppet therapy, თოჯინებით თერაპია, ესე არის თარგმნა კი და რომ არ ვილაპარაკო ჩემს პირად პრაქტიკაზე რა არის ჩემი კითხვა კონკრეტულად აი ამ პროცესში ძალიან ისე კი მოწყვლადი იყო თემა თქვენ ახსენეთ რომ აი ეს მუშაობის პროცესში კონკრეტულ უნარებზე ორიენტირებულიც არის მითოდრამის გამოყენება ვთქვათ იქ პასუხისგებლობის რაღაცა კონკრეტული უნარი ფასეულობები ახსენეთ აი ასეთ კატეგორიაში ისეთი მოწყვლადი იყო ნებისმიერი თემა რომელიც თავიდან იყო შერჩეული მსგავსი უფრო მოწყვლადი კატეგორიის ბავშვებთან ხო ნებისმიერი ფიგურა აი ამ დიქოტომიას ამ პოლარობას თუნდაც და ამ პარადოქსებს ისე გაშიშვლებულად წარმოაჩენდა ხოლმე რომ ხშირ შემთხვევაში ძალიან ღრმა პროცესებში გადადიოდა თუმცა ეს იყო ჯგუფური თერაპიის და აი აქ არის ჩემი კითხვა მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ არის განსაზღვრული, სად გადის ხოლმე ზღვარი აი ამ მითოდრამის ფარგლებში, როდეს იგეგმება წინასწარ, იმიტომ რომ ბატონარევაზმა არაჩვეულებრივი სიტყვა ახსენა სპონტანურობა და სპონტანურობას თერაპიის პროცესში ვერავინ ვერ აუვლის გვერდს, არასდროს არ იგეგმება თერაპია პირდაპირ ტექნიკებით და როდის შეიძლება აი ამ წინასწარ განსაზღვრული მოწყვლად ჯგუფებთან სამუშაო განსაზღვრული გაიდლაინის სპონტანურობაში ჩასმა შეიძლება რთული კითხვაა შეიძლება ძალიან ღრმა მაგრამ მე უბრალოდ ეს დამჭირდა ამის დასმა და თუ თქვენ საჭიროდ ჩათვლით მიპასუხეთ თუ არა და მოვიცდი და ბოლოსკენ შეიძლება მივიღო პასუხი გამოსვლელების შინაარსებიდან გამომდინარე. გავაზუსტებ კითხვას, ანუ კითხვა არის თუ სწორად გავიგე, ანუ რაღაც სტრუქტურული ნაწილი ხო არსებობს ამ მეთოდის, როდის გავდივართ ამ სტრუქტურის მიღმა? ხო, აი ეს ზუსტად ძალიან მითოდრამა. რომ მითოდრამა არ არის თლად ისეთი არ არის ნამდვილად. ძალიან ღია და სპონტანურია და აი აქ გაჩნდა ცოტა ჩემთვისაც ეს დიქოტომია, რომ სტრუქტურა კი ბატონო, სპონტანურობა, თერაპია და აი ამაზე როგორ შეგიძლიათ რომ მეტი ინფორმაცია მოგვაწოდოთ. ნებისმიერი სახით მისაღები იქნება ჩემთვის ეს ინფორმაცია.
ხო, ალბათ სხვებსაც შეუძლიათ უპასუხოთ. პირველ რიგში დავაზუსტებ, რომ უნარებზე ნაკლებად ეს პროფესიული განათლების ნაწილი, თქვენი სახელი უკაცრავად. ნანა, ლექსი. პროფესიული განათლების ეს ნაწილი პროექტის იყო ღირებულებების, ასე ვთქვათ, გააქტიურებაზე უფრო ორიენტირებული უნარების ნაკლებად მთლიანად ასე ვთქვათ მითოდრომის მეთოდის სპონტანურობაზე არის ორიენტირებული. სწორედ ეს რომ გამოაღვიძოს და გამოაცოცხლოს არ ვიცი თუ რაიმე კი ზუსტად ესე ვიცოდი მეც და მანდ გამიჩნდა კითხვა და ეხლა თქვენაც რომელიც შეხება და რომელიც სათამაშოებში არის უკეთესი კი გათამაშდა იმიტომ რომ ის უფრო დაიწყოს დიახ ვიდრე არ გათამაშდეს და იყოს არჩეული მაშინ უფრო ისაში ზუსტად ასე ვფიქრობდი უბრალოდ აი ეს კითხვა გამიჩნდა ამ სტრუქტურამ რაღაცაერად დამაბნია და ეხლა მივიღე პასუხი მადლობა სტრუქტურირებული არის მეთოდრომა ანუ ეს არის უბრალოდ გარკვეული რაღაც ეტაპები აქვს სესიას რაც შეიძლება მოვიცვათ აი მაგალითად თავიდან ეს არის იწყება მოთელვით შემდეგ ასე ვთქვათ თამაშით ამბის თხრობით ნახატით გათამაშებით უკვე ამ ნახატში და დასასრულებში კი აი მაგიტო ვიკითხე რომ შეიძლება ჩემი შეკითხვა დიახ შეიძლება ჩემი შეკითხვა მოცდადი იყოს და ბოლოსკენ გაეცეს თქო და მაგიტო დავტოვე თავისუფლება რომ თქვენ გადაწყვიტეთ როდის შეიძლება ამაზე პასუხი თქო უღრმესი მადლობა ეს ვის გადავცე ხო რისი თქვა მინდოდა რომ ამ ნაწილებში სრულიად სპონტანურია პროცესი ან თვითონ შიგნით ამ ასე ვთქვათ კითხვა არის კიდევ თუ არ არის ასე ვთქვათ ვიწვევთ მწვანე სახლს